კანვასის ტრენინგების თეორიული კურსის პრაქტიკაში განხორციელება დაწყებულია. აქციის მონაწილეები ეგრეთ წოდებულ ცოცხალ ჯაჭვს აანონსებენ. აქტივობა საქართველოს დიდ ქალაქებშია დაგეგმილი. პროტესტის ამ ფორმის შესახებ გასულ წელს USAID-ის მიერ დაფინანსებულ კანვასის ტრენინგებზე იყო საუბარი. რამდენიმე დღიან სწავლებაზე სერბმა ტრენერებმა ახალგაზრდები რევოლუციური აქტივობებისთვის გადაამზადეს. პროტესტი თავის მხრივ არ ნიშნავს ბევრს, ეს უნდა იყოს რაღაც დიდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ნაბიჯ უნდა განსაზღვროთ, რის შემდეგ რა გავაკეთოთ. ცოცხალი ჯაჭვის, პეტიციის, პროტესტის, პიკეტირების, კონცერტის, თეატრის, ამ შემთხვევაში ხართ თავდასხმაში და ისინი პასუხობს თქვენს მოქმედებებს. სხვა შემთხვევაში თქვენ ხართ ის, ვინც პასუხობთ მთავრობის მოქმედებებს. ტრენერები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებულები არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან. სხვადასხვა წლებში კი ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან. როგორც ჩანს, ქვეყანაში არეულობის მსურველებმა მათი ტრენინგები კარგად შეიმეცნეს, რადგან მიმდინარე აქციებზე ცოცხალი ჯაჭვის პერფორმანსი რამდენიმეჯერ შესრულდა. ახლა კი მასშტაბების გაზრდა გადაწყვიტეს. აქციებზე გამოყენებული აქტივობები მხოლოდ კანვასის ტრენინგზე მიღებული ცოდნის რეალიზება არ არის. საქართველოში ბოლო პერიოდში უცხოეთიდან დაფინანსებული არაერთი საეჭვო სწავლება ჩატარდა. მათ შორისაა პიტერ აკერმანის სემინარები და ზურაბ ჯაფარიძის ეგრეთ წოდებული ბანაკები, სადაც ახალგაზრდებს იარაღის გამოყენებას ასწავლიდნენ და სისხლიანი რევოლუციის შესახებ ესაუბრებოდნენ. მოლოტოვის კოქტეილის ვავარჯიშ შევკითხავს. კოქტეილი როგორ უნდა დაამზადო ისროლო. სწორედ აღნიშნულ ტრენინგებს იხსენებენ მმართველ გუნდში. სახელმწიფო პარტიაში ამბობენ, რომ მიმდინარე აქციებზე გულწრფელი ახალგაზრდებიც დგანან. თუმცა მმართველ რგოლს ძალადობრივი ჯგუფები და რადიკალები წარმოადგენენ, რომლებიც უცხო ძალების მიერ იმართებიან. Გასაკვირველია ტრენინგის შედეგია, თუმცა ეს არ ნიშნავს, ეს სცენარი არ ნიშნავს იმას, რომ თავიდანვე ამ სცენარის დაწერაში ჩართული იყო ყველა ადამიანი. ეს არის ჩამოყალიბებული სტრატეგიული გეგმა სახელმძღვანელოებში აღწერილი, როგორ უნდა დაუპირისპირდე პოლიციას, როგორ უნდა გამოიყენო ის წყობილებიდან საზოგადოების რომელი ფენები უნდა ჩაერთოს ამ საპროტესტო აქციებზე. რა ხასიათი უნდა კონდეს და რა ტექსტები უნდა გამოიყენებოდეს. ეს ყველაფერი წინასწარ დაწერილი სცენარია და კანვასის ტრენინგი არის ერთ-ერთი გამოხატულება იმ დიდი სცენარისა, რაც ჩვენ გარშემო ტრიალებს. რადიკალური ჯგუფებისთვის კანვასის ტრენინგები არის სინამდვილეში კონსტიტუცია. ესე უდგებიან ეს ადამიანები და ისინი მუდმივად ტრიალებენ მაკეინის ინსტიტუტის დასკვნასა და მსგავს ტრენინგებს შორის. მეტი თვალსაჩინო არ გააჩნია და ჩვენ ახლა ამ პროცესებს ხედავთ, ამიტომ ყალბი არის, როდესაც საუბრობენ ხოლმე რაღაცის თვითორგანიზებაზე და ასე შემდეგ. პირიქით ჩვენ ვნახეთ, რომ აგერ სააკაშვილსაც ჰქონდა აღიარებითი ჩვენება, რომ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ჩვენმა საზოგადოებამ ზუსტად იცის რა სახელმძღვანელოებით საზრდოობენ, ვის დავალებებს ასრულებენ. სამწუხაროდ რადიკალების არის ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც აქციაში მონაწილე საზოგადოების უდიდეს ნაწილს წარმოადგენს, მოქმედებენ სწორედ აი ამ გაიდლაინების და ამ ტრენინგების მიხედვით. ეხლა ჩვენ იმის ილუსტრირებას რა თქმა უნდა მოვახდინეთ, რომ ეს თითქოს და თვით დაორგანიზებული აქცია რითიც იფუთებოდა, ესე არ ყოფილა. კი ბატონო, კიდე ხაზგასმით ვამბობ, რომ არიან იქ ადამიანები, რომლებსაც არანაირი ორგანიზება არ ჭირდება და თვითონ მიდიან, შეცდომაში არიან შეყვანილები, მაგრამ ეს რადიკალები როგორც მოქმედებდნენ პირველი დღეებიდან მოყოლებული, ხო? ეს იყო სწორედ ამ ტრენინგის შედეგი. კანვასის სემინარები ცნობილი და იქ ფრანკლინის კლუბი და ჩამოსული უცხოელი ლექტორები, ეგრეთ წოდებულები ზუსტად ამას ასწავლიდნენ. როგორ უნდა აღიარებდნენ კიდევაც, ხო ჩვენ ნახეთ ერთ-ერთმა დირექტორმა აღიარა, ჩვენ ვასწავლითო როგორ უნდა მიაწვნენ იქ აქციის წარმომადგენლები თუ არ დათანხმდება ხელისუფლება რაღაც საკითხებს, როგორ უნდა დაამხონ და ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუტები, აღიარებითი ჩვენებებია ამაზე პირდაპირ. აი ეს ხდება, ერთ-ერთში ხდება. ძალიან მარტივად დასანახია, როცა შენ გაიაზრებ, რომ ეს არის პროექტი იმისთვის, რომ ძალადობრივად დაამხონ საქართველოს ხელისუფლება და მოიყვანონ უცხოური ძალის წარმომადგენლები. მე უკვე მიხვდები რა პროცესებთან გვაქვს საქმე.
საქართველოში ქაოსისა და დესტაბილიზაციის წახალისება ხდება მაკ-კეინის ინსტიტუტის მხრიდანაც. ინდიის ყოფილი ხელმძღვანელის ლორა თორნტონის ავტორობით ოპოზიციისთვის არეულობის სახელმძღვანელო ჯერ კიდევ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნდა. მაშინ ანგარიში დეტალურად იყო გაწერილი გეგმა თუ როგორ უნდა ემოქმედათ რადიკალებს მარცხის შემთხვევაში, რადგან მაიდნის სცენარის ანალოგი ჩავარდა. პროცესების გამწვავებისთვის რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციის მიერ მორიგი ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც მსხვერპლზეა საუბარი.